პროფილში არის დიდი გართობის მაგრამ მოდით ცოტა ვიჭორაოთ, ცოტა გავერთოთ და რახან გარეთ ასეთი სიცხეა, ყველამ ერთად ძალიან მაგარი დრო გავატაროთ. და ვიცით რატომ? პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს პროფილის სტუმარი არის, არც მეტი არც ნაკლები, ნინა წკრიტაშვილი. და როგორი ლამაზი, და როგორი მშვენიერი, საღამო მშვიდობისა. ძალიან მომენატრე, აი აქ მომენატრე ძალიან. მე ძალიან მომენატრე აი არ, თორე სასახლეში ყოველდღე ხედავ ზემოთ. ხოდა დავწავდი. ხოდა ვეცადე ეს მინდა ძველი და ახალი პროფილი რაღაცნაირად შევაერთოთ. ამიტომ მოდი ვიჭარაოთ პლასტიკურ ქირურგიაზე შენი საყვარელი თემა. და მოდი მარტოები ნუ ვიქნებით. იმიტომ რომ ასევე მაყურებლისთვის ძალიან მონატრებული და საყვარელი ადამიანები მინდა სტუდიაში მოვიხმოდა. მე მომიყევი სანამ ჩვენ ერთად არ ვიყავით და შენ არ იყავი პროფილში, რისი გაკეთება მოასწარი, რა მოიჭერი, რა მიიბატე და ასე შემდეგ. მოკლედ, გუგა გუზანოვი ნუკი კოშკერიშვილი, დათო კაცარავა, ზალიკო ბერგერი, ჩემი კოლეგა გიგლა თუმანიშვილი და სახელმწიფოებისა კაპიტანი და პატარა. ძალიან სერიოზულად ნუ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ პროფილში იმდენი ვისაუბრეთ ძალიან სერიოზულ თემებზე, რომ ამ სიცხეში ჯობია ყველა ერთად გავერთოთ, ხო? ხო და ნინას საყვარელი თემაა, სხვათა შორის ჩემიც, ხო, სფერო. ხო და მოდი არ მოგივლი შორიდან არ გკითხავ ქალაქში ჭორაობენ და ასე შემდეგ. სანამ შენ არ იყავი პროფილში, გაგიკეთებია მკერდი და კიდე რაღაცეები. არა, მკერდი რო გავეკეთე, მე მგონი იმის მერე ვიყავი. არა, არ ყოფილხარ. მართლა, მდენხანია როგორ არ დამპატიჟია. შენ რომ მკერდის ოპერაცია გაიკეთე და ასეთი ლამაზი ორი ბურთი შეემატა, მოკლედ შენს ულამაზეს სხეულს, ჩვენ შევცვალეთ ფორმატი. იმის მერე, ესე იგი 1 წელი არ ყოფილა. 1 წელი გასულა, ხო? და რეალურად დავიპატარავე, უფრო დიდი მქონდა თუ გახსოვს შენ. მართლა არა, მე არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ ვიზუალურად მაშინაც ჩვენად გამოიყურებოდი და ეხლა. Skopia mi skop. Skopia mi skopia skop. Skopia mi skop. Skopia mi skopia skop. Liebe lei. Eu desestro se tiene vai. Skopia mi skop. Skopia mi skopia skop. რა ზომა იყო მაშინ? მესამე კლასი და 4 ზომა თუ 4 ზომა ნახე. მართლა მესამე კლასი და ნაი რაღაც კატასტროფულად რაღაც ოჯე გენეტიკური გვაქვს და ნუ ამდენი გახტო მაგას უქება რაღაცა ის ასაკი ალბათ შობიარობა აღარ მომწონდა რა და გავაკეთეთ რა ქვია ბატონო გუგა მაგ იმას ზუსტად რო ვთქვათ ლიფტინგი რედუქციული პლასტიკა ან ჩვენ ენაზე ამას რა ქვია ავწიე ზემოთ ანუ ისე გამოიყურება როგორც გამოიყურება და რამოდენიმე წლის უკან ოდნავ დავაპატარავე რომ შემეძლოს ზაფხულში ბიუსგალტერის გარეშეც თავისუფლად ანუ ეხლა ბიუსგალტერი არ გვაცვია ეხლა არ გვაცვია მაგრამ ზოგჯერ გვაცვია ხოლმე ეს შემეძლო თავისუფლად ვიარო და ძალიან დიდი კომფორტია ამის მერე რატოღაც გადაწყვიტა რომ ეს არ იყო საკმარისი ხო არის და ესე კი აი გუგა მიცის წელიწადში ერთხელ მე გუგა ეს მინდა გავიკეთო ეს მინდა გამიკეთოს თან მე სანამ შევალ არ გჭირდება რომ ვაჩვენებ უი როგორ გჭირდება თურმე როგორ გჭირდება ხო ასეა ბატონო გუგა ანუ სწორად ვიცვამ ხოლმე თუ რა ხსნა ხა წელს გადავწყვიტა რომ ძალიან მიყვარს ვიწრო სამოსი შარბა და ძალიან გიხდებაო აღარ მიხდებოდა უკანა მხრიდან ეხლა გვერდიდან ხო მე ძალიან ერთი ფიცარივით იყო რაღაც სულაც არა ნინო იყო აი ბატონმა გუგა მიცის რომ იყო და იყო ნუ ძალიან არ იყო ეხლა ნუ აი რა საყვარელი ხარ ბატონ გუგა იყო და ნუ ეხა ამაში ანაკლებად ჩანს მაგრამ ძალიან ვიწრო ჩავიცვა დადეკი პროფილში ძალიან ვიწრო ჩავიცვა ძალიან ფიცარი აღარ იქნება ეს ანუ როგორ უნდა თქვა საჯდომის ოპერაცია რა ქვია ამას ბატონო გუგა მე ჩემენაზე ბეძახ არანო პლასტიკა ხო ნუ ესე თქვა რა გაზდა უკანა ნაწილის გაზრდა ოღონდ არ მინდოდა ყოფილიყო ადამიანურ ბუნებრივ ზომებში და ჯერ ხე ჩაჯდება ახალია ორგანული გახდება მაგრამ
ოღონდ ყველაზე საშინელი რეაბილიტაცია აქვს, აი 3 კვირა რო ვერ ჯდები, მაიკო, წარმოიდგინე რა კი, გადაღებებზეც, მარაოს გადაღებებზეც ვერ დადიოდი და სულ ფეხზე ვიდექი. სულ ფეხზე ვიდექი და მუცელზე ვიწექი 3 კვირა მინიმუმ. აი ასე ვიწექი და ფეხზე ვიდექი და უცბად რომ გავიწყდება რომ მკივნეული არ იყო მერე? ნუ ოპერაციაზე გეტყვი ხა ჩემი განწყობა პლასტიკური ქირურგიის მიმართ. ოპერაციაზე მივდივარ ისეთი ბედნიერი რომ ეხნებს გონიათ რომ არ ვარ კარგად რა. არც სუთხასიაძე არ ვარ, არც მეშინი, არც ნერვიულობ. იმიტომ რომ ვიცი რომ რაც თქვა არ მომწონს ჩემს ხელში, ხო, რაღაცა გამობასწორებ და ვარ ბედნიერი ნარკოსთან ვიღვიძებ ზოგს ხო აგრესია ყველა მიიყვარს, ყველას ვეფერები. ტკივა ისე რამ დროს ზაამაგრამ ტკივა, მაგრამ ვითმე. ხო და ეხლა ვფიქრობ რა გავიკეთო მომავალსაც არ ჯერა იძახის რომ ამან ჩათრევა იცის იმიტომ რომ ხო და მე მგონი ნინა არის ჩათრეული გარემოში რომ ვერ პოულობ ბევრ სასიამოვნო რაღაცები რო არ გახარებს მიდიხარ და რასაკეთებ იჭრით მას იგრძელებ ფრჩხილებს იჭრი ფრჩხილებს და მე რო უკვე შემდეგ ლეველზე გადადიხარ როცა უკვე იზრდის აღდომს ხო ეგრეა ხო ზუსტად ეგრეა კერც ანუ ეს დეპრესიიდან გამოსვლის ერთგვარი მეთოდია შენთვის ნუ გადამრიე ახლა დეპრესიიდან გამოსვლის პირველი მეთოდია აი ფლატიკით გიშცარ ვარ ახლა მაგრამ უყურე როგორი მომენტია რამოდენიმე წლის უკან როდესაც სარკეში იხედები და მოგწონს შენი სხეული გადის 5 წელი და აღარ მოგწონს და ეს იცი როგორ ჩემზე ძალიან მოქმედებს ვიღაცებს საერთოდ არ აღელვებთ და რაღაც ცუდ ხასიათზე მაყენებს და რატომ ვიყო ცუდ ხასიათზე თუ შეიძლება რომ ბატონი გუგასნაირი ეს ოქროსხელებიანი ადამიანების დახმარებით შეიძლება რომ ხასიათი გამოიკეთო და დეპრესიიდანაც გამოდივარ სულიერ ტკივილზე ვეღარ ვფიქრობ იმიტომ რომ 3 კვირა ვერ ჯდები ისე ცუდად და მე შედეგიც კარგი აუ კითხავ რა ანუ ამ ლოგიკით გამოდესო დეპრესიაში ხშირად ხარ კი ვის ჯერა თორე კი საბოლოო ჯამში რამდენი რამე გაქვს შეცვლილი? მშობიარობის მერე დამემართა ისე რომ გამხდარი ვიყავი, არ მქონდა მუცელი, მაგრამ კანზე დამემართა. რა ქვია მაგას ბატონო გუგა? დოზი. მერე? ანუ აი მაისური რო აი ასეთ გომრებაში. გამოდესო ყველაფერი შესახებ ხო? მივდივარ ვუყვები ხან კლინიკაში, ხან ქუჩაში დავიჭერ, ხან ვურეკავ, აი ნუ და იცის რომ ცოტა დაიჭერ როგორ ხდება ბატონო გუგა? არ არის პრობლემა, ცოლთან, შვილთან ერთად ხანას ვაჩვენებ, ხარას ვაჩვენებ, არ არის ეს პრობლემა. ხო და ავტოზი დამემართა. ანუ ეს არის ძალიან არაესთეტიური და ძალიან მაწუხებდა სტრიები იყო. და ეს გავიკეთე 10 წელს უკან, მაშინ ძალიან იშვიათი იყო ოპერაციის გაკეთება და გაჭრიან კანს რაღაცა ჭიმავენ, რაღაც ძალიან რთული ოპერაცია, მაგრამ ნახევარი 3 კვირა მოკუზული დასახსოვს. ეს დღეს ვიტყვი რამდენი თვე მაქვს დაკარგული პლასტიკური ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციის გამო. პირველი გავიკეთე მუცელი, თვე ნახევარი არ მახსოვს, აგონიაში ვიყავი. მე გავიკეთე ცხვირი. აუ მე მომწონდა შენ ძველი ცხვირი. მეც არ გავიკეთებდი, მაგრამ გავიტეხე მართლა ორჯერ და გვერდზე წამოვიდა და თან ცოტა მინდოდა თან მიზეზი მქონდა სახში მითხეს რომ ცხვირო გაიკეთო, კარს არ გაგიღებ და წავედი თუმად გავიკეთე ყველამ. ყველა ოპერაციას ისე ვიკეთებ, რომ ახვეული მივდივარ და ვეკავ და არ მიიღებენ. ხო, ითხარი აღარ გაიკეთო ოპერაცია და გული წამივა გამიღეთ, მწყევლია და ასე შემდეგ. მე გავიკეთე ცხვირი, მე გავიკეთე, ნუ ეს მკერდი ავწიე, ყველა სეკუნდა გაკეთე, არ მქონდა, ხო ვიტყოდი რომ მქონოდა და მე ხა ტუჩი ეს ოპერაცია არა პროცედურა. პროცედურა. მე ბოტოქს ვიკეთე. ხო. ბიორევიტალიზაციას რო კანი არ დაბერდეს, სტანზეც ვიკეთებ ახლა უკვე. შენი თავი ხო მოგწონს? რაც ყველაზე თავარია. დღითი დღე. არა, დღითი დღე არა. მე გაჩვენებ ჩემს ფოტოს, როგორ გამოვიყურებ. ნორმალური ბავშვი ვიყავი და გარკვეულ სასაკში რაღაც გორმონები დამერღვა. ხო და ზალიკომა თვირა მოყევი ხო წევი 16 წლის ასაკში ვერავინ ვერ გწნობს იმ ფოტოზე და ეს ბავშვობაში მის ქართლი იყო თუ მოყევი რა მე ვიდახი ხოლმე რომ მისი და ქართლი იყო და რას ამბობო ეს იდახის ისეთ მახიჯი ბავშვი ვიყავიო მამან ჩემის მილიონებით ვერ მიშველი და რო კურსი გამემარჯვებინაო თუმცა არა მე 10-15 წლის წინანდელი არა ბიზნესა ძალიან მომწონს ძალიან მაგარი გოგო იყო. არც ოპერაცია არ გაკეთებული. უწინა უკანანატილი. მოდი ასეთ კითხოთ, რას აპირებ ხა კიდე აპირებ რამეს?
ჯერ ეხლა ფიქრობს ყველაფერი გაიგეთა. ხო, მე არაფერი აღარ დარჩა. მე ამბობ ასაკში სახეს წავწევ. ხო, მაგას მეც აუცილებლად გავაკეთებ. აუცილებლად. გუგა, ესეთი პაციენტები ხშირად ყავს, რომლებიც მოდიან ერთხელ და მე აღარასდროს აღარ მიდიან და იკეთებენ ყველაფერს და ამით არიან კარგ ხასიათზე. იმიტომ რომ ფაქტია, ნინა არის კარგ ხასიათზე. თავისთავი მოწონს, ბედნიერია და უნდა ადამიანს ხან მოიჭრის, ხან მიიკერებს და კარგად არის და რა ჯობია კარგად უკაცრავად ყოფნა, ეხლა ვიყავი სანტროპეში და ჩემს გარდა მთელი პლაჟიც კარგ ხასიათზე იყო. რა ჯობია მე კარგ ხასიათზე ყოფნას. ხშირად ყავს. ალბათ არა. ვაიმე. ანუ ეს რა მდგომარეობაა რაც ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობა, იმიტომ რომ ადამიანს ეხლა იცით რომ აი ხო ამბობენ და ეხლა თქვით რომ ჩათრევა მიცის ან რაღაცა. ხო, იცის ეს ჩათრევა, იცის კი. გარკვეული ნარკომანი ხდება ადამიანი. თვით შეფასება ადამიანის უნდა იყოს ცოტა სხვანაირი, ხო? ვიღაცას გაუკეთებ ცხვირს და ადამიანი იმით კმაყოფილია, თუმცა შეიძლება მე ვხედავდე რომ აი ამ ცხვირს თქვა ცოტა უფრო გამოწეული ნიკაპი მოუხდება ან არა. ხო. შეიძლება ანუ ეს დაბალი თვით შეფასების ბრალი შეიძლება იყოს? სტანდარტებია. ნინა რას მეუნები? ან დაბალი თვით შეფასება გაქვს? სრულად ნამდვილად არ არის ასე, მაგრამ მე მქონდა ყოველთვის წონის პრობლემა. და აი ამან ისეთი რას გულისხმობ, როდის ქონდა წონის პრობლემა? ორჯერ ჩემს ცხოვრებაში დავიკალე 35 კილო. ანუ აი ამ დროს ქონდა და ერთხელ ვიყავი 15 წლის და ნუ მე მშობიარობის მერე, მაგრამ თავი რო არ მომეკლა და არ დამეკლო, ეხაც ალბათ ისე ვიქნებოდი. მინდა ისიც გვაქვს გენეტიკაშიც არის ჩვენთან რომ რაღაც წონის პრობლემა და ვებრძოლე ყველაფერს დაწყებული გენეტიკიდან და თავრებული ტრადიციებით, მოკლედ მთელი ცხოვრება ვიბრძვი და შედეგი არ ვიცი, შემო ბოლოს საკითხს მოხდა არ ვიცი. სულაც არა. ნუ კი გითხავ რა, ძალიან ხშირად როცა ხარ ხოლმე პროფილში, სულ საუბრობ ამ თემაზე, ერთგვარი ხუმრობა, ნუ კიდე ცხვირი. შენი პროფილი ძალიან მომწონს. ვიტყვი რომ ძალიან მაგარი პროფილი გაქვს. და ეს ცხვირი არის შენი საფირმო ნიშანი, რომელზეც ნახევარი მაყურებელი გეუბნება რომ მოიჭერი ნუ კი ცხვირი, მეორე ნახევარი გეუბნება არ მოიჭრა და შენ ცხვირი არ მოიჭრი. არა, მე ცხვირი არ მომიჭრია. ამის კომპლექსი. იცი რა არის? ბავშვობაში არ ვიცოდი თუ დიდი ცხვირი მქონდა, იმიტომ რომ მარტო წინიდან ხედავდი ჩემ თავს. მივხვდი და აი ვერ ხვდები, რა ჩვენი ცხვირია რა ხედავდა. მე რო გამოვჩდი ეკრანებს და ვიღაცებმა რა გააკეთეს, დედა მოთხარი, აბა როგორი ცხვირი მაქვს? მქონია. მე ვიფიქრე რომ ნახე ხელფასი მაქვს ტელევიზიაში ვარ, მოდი გავიკეთებ ცხვირს თქო და მე მივხვდი რომ ნახევარი ხელფასი იჭრება. მივხვდი ანუ ერთი მე მაქვს და მეორე ჩემ ცხვირს. ხო, ნამდვილად ასია. ბევრია რა. კი, და იკავებს მაინც თავის პოზიცია აქვს და შემეშინდა რომ ხელფასი დამაკლდება თქო, იმიტომ რომ არა, ხელფასი ნამდვილად არ დაგაკლებოდა, იდეა შენი არჩევანი. ამ ხუმრობას რო თავი დავანებოთ, მე საერთოდ ვერ ხვდები და სულ მეშინია, აი ხა რო იძახიან რომ აი ცხვირს მოუხდებოდა ეს ნიკაპი. ანუ იდეალი რა არის, რისკენ მივდივართ. აი იყო მაგალითად 20 წლის წინ სოფი ლორენი, რომელსაც ცხვირი, ფეხები და იყო იდეალი. ახლა არის ვიღაცა ვისაც პატარა ცხვირი აქვს, დიდი ტუჩები აქვს. შიშის მომენტი არ გაქნინა რომ აი და არ გამოვიდეს, ან არ მოგიხდეს. ხო, აი მაგი და მარტო ცხვირის ამ შემთხვევაში დანარჩენი არ არის საშიში, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ამოიღებ იმპლანტს და რაღაცა სიზამ, არა? რა მარტივად უყურე. აუ მარტივია სინამდვილეში ყველა. ქირურგია ეს არის გარკვეული რისკი. ხო არა? მოდი აქედან დავიწყოთ. 100%-იანი შედეგი დედამიწაზე არ არსებობს, მით უმეტეს ის რაც ხელით კეთდება, ხო? ხო. ნებისმიერ ვარიანტში ეს არის გარკვეული რისკი. უბრალოდ ადამიანი ამ რისკზე რომ მიდის, გააზრებული აქვს ეს. რა თქმა უნდა, ეს პირველად აი როცა პაციენტი ჩემთან მოდის და ამბობს აი რას გაგიკეთებდით ჩემს სახეზე. პირდაპირ ვეუბნები, წაბძანდით. ხო. ჯერ ჩამოყალიბდით. რა გინდათ? რა გინდათ? მე მითხარით, იმიტომ რომ ამიტომ აი რას გამიკეთებდით და მე მინდა გამოვიყურებოდა ისე რომ გავდე მონიკა ბილუჩის. ხო, აქ ეს სურათები და გეუბნები. ძალიან მაგარი ისტორია, ჩემი პირადი გამოცდილებიდან სადღაც ალბათ ესე 5-6 წლის წინ ჩემს გარშემო მეგობრებმა მითხრეს რომ გაიკეთე რა ცხვირი რა ხვეწები ძალიან მაგარი იქნება. მე გონდა კომპლექსს იცი ცოტა. საერთოდ არანაირი კომპლექსი არ მაქვს. არა ეს ვიცი ცხადია. მაშინ ალბათ იცი რა იმიტომ რომ დავფიქრდი იქნებ და გავიკეთე თქო. მივედი ექიმთან არაჩვეულებრივი ექიმი და მეუბნება რომ მოდიო იცი რა არის როცა ბინას იცვლი და გადადიხარ იმაზე ნერვიულობ რომ გარემო შეიცვალა და წარმოიდგინე სარკეშო ჩაიხედები და სხვა სახერო გაქვს. მაგაზე შეიძლება შეიშალო და შეიძლება მეთქი რომ ვნახო რა გამოვა და ნუ ახლა შეიძლება ეგრე ვერაო, მაგრამ მოდი კომპიუტერში გავაკეთეთო. და გამიკეთა ცხვირი.
ვეუბნები. იცით რა, აი აქ როდნავ დავამატოთ და აქ შევწიოთ. კარგიო. ესე? კარგით. აი აქ რო ცოტა ამოვწიოთ და აი აქ შევწიოთ. კარგი. ერთი სიტყვით გავიდა 3 საათი და მექიმა მომიტრიალა მონიტორზე ესეთი მოგწონსო და ხო რა აი ეს ბუნებრივად ხო და შენი ცხვირია და წადი. კაი, მართლა. ჩემი ცხვირის ისტორია მოვყვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ჭორები ჩემს გარშემო, რომ ხანდ რა მაგ გაკეთებული ხან რა და ნუ განსაკუთრებით ერთ დროს დიდი აურზაური იყო ჩემს კერძთან დაკავშირებით და ძალიან განვიცდიდი, იმიტომ რომ გაკეთებული მაგ ცხვირის ოპერაცია და არა მკერდის და ვისაც უნახია თქო ჩემი კადრები ალიონში, იქ ესეთი ცხვირი და ამის კომპლექსი მქონდა ყოველთვის. მე არ წარმომიდგენია შენ. არა, ძალიან გრძელი ცხვირი არ მქონდა, მაგრამ არც პატარა ცხვირი არ მქონდა და სულ ვოცნებავდი მოკლედ და ალიონიდან რო წამოვედი სანამ მივიდოდი კურიერში, აი გავარდი ამას ქვია ზუსტად ასე გავარდი და მოვიჭერი. ხო და აი ასეთი მე წარმოვიდგენდი ვერას დროს ძალიან ბუნებრივია. ძალიან ორგანიზი, ძალიან ბუნებრივია. რა მაგარია რომ ნუ კი ჩვენ თავარი საერთოდ. და მომახსნა კომპლექსი. ლამაზი ცხვირი ცნება არ არსებობს. მართალია. აი არავინ არ მითხრას რომ ეს ცხვირი არის ლამაზი და ეს არ არის აი ეს არ არის ლამაზი თქვა. რატო? იმიტომ რომ კეხიანი ცხვირი შეიძლება ადამიანს უხდებოდეს. ხო რა, ეგეც მართალია. წარგრძელებული ცხვირი შეიძლება ისე ჯდებოდეს სახეზე რომ იყოს ფანტასტიკური. ამიტომ ცხვირი არის ლამაზი ისეთი ცხვირი რომელიც უხდება ადამიანს მთლიანად. ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანები რომ მოდიან და ცხვირის ფოტო რომ მოაქვს და აი ეს ცხვირი და რანაირად ეს იმას ხდება. ჩემ კაბინეტში უნდა ჩამოვკიდო მონიკა ბელუჩის სურათი, დიდი აი ამ ხელა. იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი გოგოები და არა მარტო ჩვენი გოგოები, ვინც მოდიან, ყველა მოდის აი ესეთი ცხვირი მინდა მე რომ მქონდეს. მაგრამ მე მონიკა ბელუჩი არის ერთი, ხო? მონიკა ბელუჩის სხვა სახე აქვს, ხო, სხვა ყურიმის ძვლები აქვს, ნიკაპი და ასე შემდეგ. ეს ცხვირი მაგას უხდება, მაგრამ ზუსტად ეგეთი ცხვირი სხვა ადამიანზე შეიძლება კატასტროფას. გუგა, კითხავ რა, რამდენიმე წლის წინ ჩვენ ხშირად ხვდებით ხოლმე ერთმანეთს ასე პროფილში და შენ ამბობდი რომ საქართველოში დღემდე ყველაზე გავრცელებული ოპერაცია არის რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია. და შემდეგ დაეწია უკვე კერდის ოპერაციაც. ეს არის ასე? ანუ ამდენად ხშირად იკეთებენ კერდის ოპერაციას ახლა ქართველები? საკმაოდ, იმიტომ რომ ადრე ნამდვილად იმრაოდ ნუ ცხვირი ყოველთვის იყო პირველ ადგილზე და ეხლაც არის. ეს ანუ კავკასიელი ქალების ხო და არა მარტო ქალები. მაგიტომაც ქართველი ექიმები ძალიან მაგრად აკეთებენ, იმიტომ რომ ვიღაცა საქმე რუსეთში რო გააკეთეს, პატარას რო კიდე დააპატარავებს, იმან რა უნდა გააკეთოს. აბა რა სამუშაოა და დიდი სამუშაოა და უკვე გამოცდილებაც საკმაოდ. აი თვეში დაახლოებით კერდის რამდენ ოპერაციას აკეთებთ? სადღაც 20-დან 25-მდე. ოჰო. და საშუალო სტატისტიკური ზომა რამდენია? საშუალო სტატისტიკური ზომა რამდენია? 100 თუ 3-ია. სადღაც 2.5 ცოტა მეტი 3-მდე, აი ეს არის საშუალო ზომა. კაცებს კითხავ ახლა. ვისაც არ აქვს ესე იგი. ყმადაღებული თემაა და მე ეს არ მომწონს, სიმართლე გითხრათ რომ კაცებს არ მოწონთ ეგრეთ წოდებული ხელოვნური ქალები. სინამდვილეში ხო, მეც ესე მგონია, იმიტომ რომ როგორც წესი, ბევრი მამაკაცი ვერ წხდება სადარ ხელოვნურობაა და სად არა. ეხლა თქვათ ნინას საჯდომს რო ხელს მოკიდებს ადამიანი, მიხვდება რომ ჯერ კიდე ცოტა ხანში ვერ. და ჯერ რატომ მიხვდება? ნუ ახალი არ არის ჯერ ბოლომდე ორგანული. იგივენაირად როგორც აი აქ უკვე ძალიან ორგანულია. თუ კარგი ხარისხის იმპლანტია, ბატონო გოგო, ხომ მართავს ვამბობ. უკვე ესეთი ორგანულია რაღაც ერთი წლის მერე რომ მე თუ პირი არ მოვაღე ახლა თემა საქართველოში. ხო, ვერ მიხვდება. თუ არ არის პლასტიკური ქირურგი ალბათ. აზრი პლასტიკური ქირურგიის, პლასტიკური ქირურგია სულ სხვა რაღაც არის, ესთეტიკური ქირურგიის. არ არის ის, რომ გააკეთო რაღაცა ხელოვნური. ყველაზე მაგარი შედეგი არის ის, როცა გავს ნამდვილს. ხო. აი როცა ადამიანი მოდის და დაგინახავს და კი არ გეუბნა, უი ცხვირი გაიკეთე, ხო? გეტყვის რა კარგად გამოიყურება. შეთუთა როგორი ქალები მოგწონს. აი ხო სულ ამ სფეროში ტრიალებს, სულ ქალებს უყურებ, კერძზე, ცხვირზე, საჯდომზე, ტუჩებზე, როგორი ქალები მოგწონს შენ თვითონ? აი ვინ არის? ეხლა რა თქვა მონიკა ბელუჩი ბუნებრივი? ანუ გძელი ცხვირი პატარა კერდით ესეთი ვთხარი. არა, ბუნებრივი რას ნიშნავს? იგივე თუ რაიმე გაკეთებული აქვს და მას ეს უხდება და ნამდვილად გასაკეთებელი იყო და გაიკეთა და შეიძლება მეც ვერ მიხვდე გაკეთებული, ნუ ქონია ეგეთ შემთხვევა ვერ მიხვდე. ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ ადამიანს უყურებ და მართლა არ გონია, რომ ეს ცხვირი არის გაკეთებული და კარგად ზის. ჩემი პაციენტებიც მინახია ქუჩაში, ყველას ვერ დაიმახსოვროს სამწუხაროდ და ვერ ვიცანი. აი ეს არის კარგი.
ის კი არა არ გაიკეთო არავითარი შემთხვევაში. ბევრს მეც უარს ვეუბნები, იმიტომ რომ როცა ვხედავ რომ მას ეგ არ ჭირდება უბრალოდ. ხო, მაგრამ ლამაზი მკერდი ბუნებრივია, რომ მე მგონი თუ დიდი მკერდია, ბუნებრივია, რომ ცოტა ჩამოწელილი იყოს. რა თქმა უნდა, მაგასაც თავისი კრიტერიუმი. ანუ ეგ ჯობია იმას? არა, ბუნებრივი ჩამოწეული მე არ გეუბნები ხა. ხუთი ზომა და მუხლებამდე მკერდი. კარგი, ბიჭებს ყითხოთ ახლა. დათო, ისეთ კაცად თითლები. ნახევარი საქართველოს ქალები რო გეპრანჭებიან, სოფო არ გაგვიბრაზდება იმედია. დავაკვირდეთ აბა მოდი. I'm sexy and I know it. I'm sexy and I know it. და არის ეს მართლა ასე ყმატაღებული თემა, რომ ქართველ მამაკაცებს, ზოგადად მამაკაცებს არ მოწონთ ვითომ გაკეთებული ქალები. რაც ჩემი აზრით ტყუილია, იმიტომ რომ მგონია რომ ვერ წხვდებით რა არის გაკეთებული და რა არა. მე დაგეთანხმები რომ ტყუილია რა. რატო გეტყვი? ხო. აი გუგას დავეთანხმები რომ რა თქმა უნდა ბუნებრიობა არის კარგი, ხო? ხო. მაგრამ თუ პლასტიკური ასე ვთქვათ, შარევა არის გაკეთებული მაღალ დონეზე და ის უხდება ხო. მე პირადად არანაირი პრობლემა არ მაქვს და არც ვეძიები ეს გაკეთებულია. აქვია შეჭედილია თუ რა ხდება მათ რა ხო ხდები? ანუ თავარია შედეგი, თავარი უხდებოდეს ადამიანს. ეხლა მე შეიძლება ჩემი დამოკიდებულება მქონდეს ნეგატიური კაცების მიმართ, რომლებიც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ, როგორც ვიცი, გუგა არიან ესეთები. და რატო რა მოხდა თუ უნდა ადამიანს კეხი მოერიან? მაგრამ კაცებზე თუ გინდა მე ვისაუბრებ, მაგრამ ჯერ ქალებზე ქალი თუ თulis რომ უნდა რაღაცა შეცვალოს თავისი პატარა დეტალი რომელიც მას არ მოწონს საკუთარ თავს შეცვალოს და მას ამას შეუცვლიან კარგად ბუნებრივად და იქნება ლამაზი მხოლოდ და მხოლოდ გამეხარდება რაც უფრო მეტი ლამაზი მანდილოსანი ივლის ხო ანუ ეს ის არ არის რომ ქალი აუცილებლად ბუნებრიობაში რასაც გულისხმობთ ხო და რაც როგორც ჩვენ მკითხე ხო რომ აუცილებლად არა როგორც დაიბადა ისე უნდა მოკვდეს ხო არავითარ შემთხვევაში რა ქალი შექმნილი არის იმისთვის რომ იყოს ლამაზი და მოგხიბლოს და გაგვაგიჟოს ხო ნებისმიერ ასაკში ხო ძალიან მნიშვნელოვანია ხო რა თქმა უნდა შესაბამისად და დამერწმუნე რომ ეს თემაც ხო ტყუილია რომ კაც არ მოსწონს გაკეთებული რაღაც არ თუ ეთყობა და ხა ინტერნეტში ბევრი შედეგი მინახავს რა ეს ახლა გადაჭარბებული ამბავია ესეთები რო არიან არა მაგას გეუბნები რომ ხა არის საშინელი შედეგი ხა რისკიანი საქმეა ხო საკუთარი თავის შეცვლა პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით ხო რისკიანია და ყოველთვის ქალი რისკზე მიდის რა ამას დიდი გამბედაობა რამდენ რამეს ვაკეთებთ კაცებისთვის ისე რომ დაფიქრდეთ რამდენ რამეს ვერც ერთი მამაკაცი ამას ვერ იზამთროთ ხო რომ იცოდეთ რამხელა ტკივილი და მე რამხელა რეაბილიტაცია ჭირდება ცხოველის ოპერაციას თუნდაც მართლა ზალიკოს მინდა ვკითხო წლებია უკვე მე და ზალიკო ვიცნობთ ერთმანეთს უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი და ვიტყვი რა სუბიექტური ვარ შენს მიმართ დღესაც მაგრამ მაშინ ზალიკო იყო ისეთი მამაზი 90-იან წლებში ეს დარგი განვითარებული რა ყოფილიყო ყველა იფიქრებდა რომ მას აქვს პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული აი რაღაცნაირი ცხვირპირი ქონდა საოცარი ლამაზი ესეთი ბაფთასავით ტუჩებით ხელი ცხვირი ეს ცისფერი თვალები და არა ეხლა შესანიშნავად გამოიყურება და მე სულ იყო ხოლმე ჭორები რომ ზალიკოს გაკეთებული აქვს ცხვირი ტუჩით, წარბით საწეული აქვს და ასე შემდეგ. რომც იყოს რა მოხდა, მაგრამ ეს არის ასე? არა, არაფერი არ გამიკეთებია დღემდე. ერთი ესე მეგობარი კლინიკა მყავს და უფასოდ მაგ მოკლედ ოღონდ მივიდე და რაღაცა ამოვიჩე მე ხლა ნინას მეგობარი რო ხარ და სურო გესმის ეს რაღაცა ფილერი ის რაღაც ბიორეაბილიტაზაცია და ამბავი და რაღაცის გაკეთება მეც მომიტა რომ იქნებ ეს რაღაცა კაია და თან თავის დროზე უნდა გაიკეთო როგორც სარეკლამო მენეჯერია ამ ესე იგი პლასტიკის საქართველოსი და ამაში ცოტა ნაოჭი მაქვს მე ვთქვი ამაში ჭმუხნე წარბები ცოტა გააკეთო კი ცოტა გააკეთო მერე იმან მითხრა რომ არა არ ღირსო არ გაიკეთო იმიტომ რომ ბუნებრივად გაქო და რაღაცაო და ჯერ უარფერი არ ჭირდებაო და თუ დაგჭირდა გეტყვითო შენ რა რეაქცია გაქვს რა რო იკეთებე ესე მე რა ვიცი ახლა საქართველოში აი ნინახო შენი მეგობარია არა უნები ხომ რომ კარგი ნინა გაჩერდი გიყოფა ყველაფერი ლამაზი გაქვს ჯერ ეს ერთი თვითონ მოწონს რასაც იკეთებს და მე ეგ თვით დამკვიდრების ფორმაა ხო გარდა იმისა რომ თვითონ კაცებს თავი მოაწონო მარტო ეგ არ არის ქავს თუ თვითონ სიამოვნებს მერე თავისი თავს და როგორცაც შეხედავს და უფრო ესე რომ უფრო მყარად დგას ამის გამო დედამიწაზე და თვითონ უფრო მეტი შეუძლია რატომაც არა ხო ჯერა კაცებს თავი მოაწონს საქართველოში ყველაზე პოპულარული და ლამაზი ქალები ვინც არიან დღეს
დღეობით და თითით საჩვენებელი ყველაზე რაღაცაა ხო გაკეთებული ის არის. შესწორებული მაინც. და ესე რაღაცა ეხლა სინამდვილეში ამასობაში იმით შეგიძლია რაღაცა შეისწორო, გაილამაზო, თორე ფეხს ამითი ვერ გაისწორებ, თქვა სიმაღლეში ვერ გაიზრდები და კიდურებს ვერ გაიზრდი ან რაღაცა კიდე. ანუ ეს ორი ულამაზესი ფეხი არის შენი. ხო, ეს ასე. რა ულამაზესი მოგა ფეხი როგორ უნდა გაკეთდეს? არა, ჩემი აკეთებენ, მართლა აკეთებენ. მე ფეხი ჯერ არ გამიკეთებია დეტალურად. თქვენ რომ ნახოთ, გადაახვიოთ ან შეხვიდეთ რუსთავი 2-ის არქივში და ნახოთ შარშანდელი, ზუსტად 1 წლის წინანდელი კურიერი აღმოაჩენთ, რომ რუსთავი 2-ში მუშაობდა 2 გიგლა. ერთი რომელიც ახლა ზის ჩემს წინ და ერთი რომელსაც შარშანდლამდე იცნობდა ყველა. გიგლა მოახდინა სასწაული. შეიძლება აი ასე პირდაპირ ღია ტექსტით ითქვას, რამდენი კილო დაიკელი გიგლა? 62. სანამ ეს 62 კილო არ ჩამოგშორდა, ბევრი ვერც მიხვდა როგორ გაწუხებდა თურმე ეს ყველაფერი. არა, ცხადია, ხა დიდი პრობლემა იყო, ბევრი გზა ვცადე იმისთვის რომ დამეკლო ეს კილოგრამები, მაგრამ ნუ ისეთი სრულყოფილი არ იყო, როგორც საბოლოო ჯამში ის ოპერაცია რაც გავიკეთე. ნუ ეძახიან რეალურად რომ ეს არის წონის კორექცია და შესაძლოა პლასტიკური ოპერაცია და მივიღე შედეგი რომ დამრჩა ეხა კიდევ 15 კილო დასაკლები ამ ოპერაციის შედეგად. რისკი არ იყო გიგლა? აი არ გიფიქრია რომ არ გამოვიდეს. იცით რა, მეუბნებოდნენ რომ კი სარისკოა, არ არის მარტივი ოპერაცია, მაგრამ ბევრს გაუთულდა. ისე გინდა ადამიანს რომ აი ფორმებს მიაღწიო ან მიუახლოვდე მაინც. ეს იყო კომპლექსი, იმიტომ რომ მე როცა გეკონტაქტებოდი, მეგონა რომ საერთოდ არ ქონდა წონის კომპლექსი და პრობლემა, იმდენად ორგანული იყო თითქოს ეს ყველაფერი შენ. კი, ასე შეიძლება ჩანდა, მაგრამ რეალურად ეს იყო ჩემთვის იყო კომპლექსი, რომ აი ეს 164 კილო დავდიოდი. ეს ბავშვობიდან დაიწყო წონის მატება. დაახლოებით აი მე-7 მე-8 კლასიდან უკვე დაიწყო წონის მატება. და მაშინ შეუძლებელი იყო ამასთან ბრძოლა და გამკლავება. თავის დროზე ალბათ რომ იმეხედა და ყურადღება მიმაქცია, შეიძლება არ ყოფილიყო საჭირო ოპერაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ დონემდე მივედი, რომ ოპერაცია იყო საბოლოოდ გარდაუღალე. და ასეთი დიდი წონის ასე უცბად დაგდება მხოლოდ ოპერაციით არის შესაძლებელი. მხოლოდ ოპერაციით. ჩემ შემთხვევაში სხვა არაფერი არ გამიკეთებია ჯერჯერობით. Facebook-ზე წავიკითხე, რომ სხვა ცხოვრება დავიწყეო, შენი სტატუსი ვნახე და რას ნიშნავს აი ეს სხვა ცხოვრება? იცვლება ყველაფერი, ხასიათი შემეცვალა, დამოკიდებულებები რაღაცების მიმართ, ცხოვრების წესიც ნაწილობრივ. აქამდე თუ არ დავდიოდი ისეთ ადგილებში, სადაც ეხა დავდივარ. რატო არ დადიოდი? კომპლექსის გამო რა, იმიტომ რომ ფიზიკურად არც შემეძლო, რომ თქვა აი ბევრი მეცეკვა, ბევრი საათის განმავლობაში, იმიტომ რომ მარტივად ეს რა ასაკში? შარშა წინ. ანუ რამდენი წლის როცა იყავი? 27-ის. წარმოიდგინე, რა ძნელია. და ეხა ვარ სხვა ცხოვრებით, პარასკევი შაბათი მაქვს, აწყვეტის დღეები. დარჩა კიდე თქვა რამე ოპერაცია, რაც მე გჭირდება რომ გაიკეთო. იცი, კი, ამ ეტაპისთვის, რასაც ექიმების რეკომენდაციით ვაპირებ რომ გავიკეთო, ეს არის ალბათ 1 წელიწადში მუცელს მოვიჭრი იმ ნაწილს, რაც კანის ნაწილს რა მოკლედ. შენ რაც გაკეთებული. გიგლა, ერთი წამი რომ წარმოიდგინო, რომ აი დახუჭო თვალები და წარმოიდგინო, რომ ის ოპერაცია არ იყო. აი არ გაიკეთე. რა იქნებოდა? ვიქნებოდი რაღაცა, მე ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო მეტად ჩაკეტილი კიდევ. იყავი ჩაკეტილი? გარეგნულად შეიძლება არ მეტყობოდა, მაგრამ შინაგანად კი, ჩემთან თორე ვჭებოდი ხოლმე მარტო, რაღაცა დეპრესიული მომენტები მქონდა. შენ რას ფიქრობ პლასტიკურ ქირურგიაზე? აი ნინას ამბავზე რას ფიქრობ? წარმოვიდგინე რა შეიძლება ქონოდა განცდებში, როცა უნდა რაღაცას მიაღწიოს. საერთოდ ვერ ხვდები, რატო შეიძლება იყოს ვინმე პრობლემა, თუ ადამიანს უნდა რომ რაღაცა ბედნიერებისთვის, სრულყოფილებისთვის რაღაცა ეტაპამდე მივიდეს და ეს გზა გაიაროს, ვერანაირი პლასტიკური ოპერაციის შენ როგორი გოგოები მოგწონს? ხვდები რა აქ გაკეთებული ქალს თუ არა? თუ ეხა ის ცუდათაა გაკეთებული, რა თქმა უნდა, ეტყობა, მაგრამ თუ ის სილამაზე ჩანს, რაც ამ პლასტიკური ოპერაციის შედეგით არის მიღებული, რატო არ შეიძლება მოგეწონოს? ესე იგი, რთული პროფესია გაქვს. თუ კარგად გააკეთე, ყველა ამბობს, რომ ბუნებრივია და ეს მშობლების დამსახურება და თუ ცუდად გააკეთე, ყველა ხელს შენსკენ იშორს. ძალიან ისეთი პროფესიაა, რთული. თუ ამ ოპერაციის შემდეგ ლამაზია ხალი, მისთვის ეს არის ბუნებრივი.
ერთი ლამაზი გოგო მინდა წარმოგიდგინოთ, ამ გოგოს ქვია კესარი აბრამოთი. რომელიც შესანიშნავად გამოიყურება, მოდი კესო ჩვენთან. ჭარაოდ გოგოები და მე როგორც ვიცი, ეს თემა შენი საყვარელი თემაცაა და როგორც წესი არ მალავ ხოლმე რა გაქვს გაკეთებული, ხო და მოგვიყევი რა გოჭორავე. თუმცა მაშინაც როცა პლასტიკური ოპერაციები არ გქონდა გაკეთებული სახეზე, მაშინაც ძალიან ლამაზი იყავი. 8 წლის წინ ალბათ. ხო, მაშინ იყავი პროფილის სტუმარი. არც არაფერი გამიკეთებია მაგისტრის ხოს ჩემი გარეკნობისთვის. იქედან გამომდინარე რაღაც ძალიან მოდაშია ის რომ რაღაც ტუჩი რაღაცა, მაგრამ მე არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. ეს შენი ტუჩია? აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი. მაყურებელს ნანახი აქვს და თუ არა აქვს ნანახი, შევახსენებთ შენი დის და დედის ფოტოები და ძალიან გევხართ სამივე ერთმანეთს. სახაზე არ მაქვს პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული. ანუ ერთხელი შენია? ბევრი მწარს Facebook-ზე სულ დღეში რამდენიმე SMS-ი მომდის ცხოველსა და რა ვეუბნები რომ არ მაქვს გაკეთებული, მე მოანძღავენ და რატო გვიმალა და ასე შემდეგ. და მე ერთი ამოჩენილი ქირურგი მიყავს და ყველას უშვებ იქ. გწადით და კაი. ტუჩები? ოდნავ კი. ანუ გაკეთებული რა გაქვს კესო? სახეზე პლასტიკური ოპერაცია არა, ბოტოქს ცოტა ხიკეთებ, თუმცა არ მჭირდებოდა, მაგრამ ამოჩენილი მქონდა. და ოდნავ ლოყებს ვიპოვე. და ძალიან ლამაზად გაქვს. კერდი მაქვს გაკეთებული. დავიწყდა. კერდი როგორ დაგავიწყდა? მიხოდი ამ განაცხადილებამდე რომ გაგეკეთებინა, მაშინ ძალიან ვერ საუბრობდე შენ. ხო, მაშინ ეს მასიურად არ იკეთებინა ოპერაცია. ხო, არა, ერთ-ერთი პირველი იყავი. ეხლა ძალიან მოდურია და რა მაშინ ძალიან ბევრი იკეთებს ოპერაციას და მაშინ ძალიან იშვიათად კეთდებოდა ეს ოპერაციები ალბათ თვეში ერთხელ. არ ვიცი, მინდოდა ძალიან და ძალიან რისკიანი ვარ და არ მეშინია საერთოდ პლასტიკური ქირურგიის. და დაჟე მეცაც არ ვიკეთებ ხშირ შემთხვევაში რაღაცები ისეთი მაქვს გაკეთებული, ნარკოზით არ გამიკეთები ადგილობრივი ანესთეზიით, პირდაპირ და დაჟე გადაღებულიც, მაგრამ რატო არ გაიკეთე ნარკოზით? რავი, არ მინდოდა. ადეკვატურად მიიღო ქირურგმა, ვისთანაც გაიკეთე მკერდის ოპერაცია, ეს შენი გადაწყვეტილება. ქირურგს რატო უნდა მიიღო ცნეთ ჩემს? არა, გეკითხები რა ვიცი მაინც. კი, ძალიან მტკივნეული იყო, ჩემთვის არ ვიცი სხვისთვის როგორ. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, ორი კვირა საერთოდ ვერ მდგებოდი. ის მომენტი ქონდა, რასაც ნინა ამბობდა, რომ ოპერაციის მერე კარხასიაძე ხარ, რაღაცა სხვანაირი განცდები გაქვს. ცუდად ხარ, ძალიან ცუდად ხარ, ძალიან მტკივნ. ზოგი იძახის, რომ არ ვიცი, ალბათ ორგანიზმზე არის დამოკიდებული, ზოგი ძალიან მარტივად იტანს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მკერდზე აი ლამის მოვკვდი, ისეთ ტკივილები მქონდა, აი ხელს თმარსლები ვიკრავდი, აი საპირფარეშაშიც ვერ შევდიოდი დამოუკიდებლად და საერთოდ ვერ ვდგებოდი. და რამდენი ხანი გაგრძელდა ეს ყველაფერი? 2 კვირა და 3 კვირის შემდეგ უკვე ცურავდი და რომ არ გაგეკეთებინა მკერდის ოპერაცია, არ გაგეკეთებინა. და არ მექნებოდა. არა, მაგას არ გეკითხები, ვიცი რომ არ გეკნებოდა და ისიც ვიცი რომ იმ თემაზე რომელზეც შენ არ გიყვარს საუბარი, ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, აი შეგიძლია წარმოიდგინო რომ არ გაიკეთე მკერდის ოპერაცია. გარდა იმისა რომ არ გაქვს შინაგანად რა შეიცვალა ამითი ამას გეკითხები. ხო არა, რა თქმა უნდა, უფრო თავდაჯერებულს ხდის და ჩაცმულობაც უფრო შეგიძლია უფრო მრავალფეროვნად ჩაიცვა და შინაგანად ეს ყველაფერი გავსებს და მე ვფიქრობ, რომ ვისაც კომპლექსი აქვს, და რისი კომპლექსიც აქვს და იმდენზე არის პლასტიკური ქირურგია დღეს განვითარებული, აუცილებლად უნდა გაიკეთოს, იმიტომ რომ ძალიან თრგუნავს ადამიანს, როცა რაღაცა აკომპლექსებს და არც ისეთი ფასები ღირს, რომ ეს იყოს, მაგრამ აქ რაღაცა კომპლექსები აქვს ხალხს მაინც რა იგაკეთებული. თავს როგორ უვლიკესო? განსაკუთრებულად რო გითხარ რაღაც ჩვეულებრივად რა უვლისახის. სიმართლე ამას რო ამბობ რომ განსაკუთრებულად არაფერს არ ვაკეთებ, არ მჯერა, იმიტომ რომ ძალიან მოვლილი იერი გაქვს და ეს არის კარგი, იმიტომ რომ ხალი თავს უნდა უვლიდეს, ხო არის ასე, ხო. დიდ დროს უთმობ კი სალონში ვარ ძალიან ხშირად მიყვარს. თავის მოვლენით
მოვლა, როგორც ყველა ქალისთვის, ალბათ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ყველაზე დიდ სიამოვნებას მაინიჭებს თავის მოვლა. ჩემი ყველაზე კარგი განტვირთვის საგანია მასაჟი, სახისკანის მოვლა, სხვადასხვა მასკები, პროცედურებით, ასე შემდეგ და ძალიან დიდ დროს ვუთმობ თავის მოვლას. დილიდან შემიძლია ვიყო სალონში და გადასარევად გავერთო კიდევ სალონში. რატო არის სულ თემა, რომ კესოს სახეზე ბევრი ცვლილება აქვს და მე იმაზეც საუბრობენ, რომ კესო ამას მალავს. არ ვიცი, ალბათ წონაში მოვიმატეთ ცოტა. სალდი რაღაც ვიტა. ხო, მოვიმატეთ ცოტა. მე ვიყავი ძალიან გამხდარი ძველ ვიდეოებს რო უყურებ, აი ძალიან სპიჩკის ღერები ვითქონდა, ფეხები ძალიან თხელი ვიყავი და მე რაღაც ვიტამინებს ავდი მოვიმატე შევისე და უფრო მომიხდა წონაში მომატება და პირიქით ზოგი რო ცდილობს რომ რაღაცა წონა აკონტროლოს მე პირიქით ვაკონტროლებ იმას რომ ძალიან არ გავხდე და ყოველთვის ცდილობ რომ მივიღო ვიტამინები და ვიკვებო ძალიან სწორად და კარგად. მოდი გადმოდი ჩვენთან სამსჯელო ნაწილში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესპონდენტი უნდა შემოგვიერთდეს ბუნებრივად ძალიან ლამაზი ქალი ალბათ ლამაზის ეტალონად შეიძლება ჩაითვალოს ეს გალბატონი, მას ქვია დალი ჩიტელაძე, ბევრი ახალგაზრდა გოგონასთვის მისაბაძი მაგალითია და თავადაც ახალგაზრდა ძალიან და ნახეთ რა მაგრად გამოიყურება. საღამო მშვიდობისა. ფანტასტიკურად გამოიყურება. ფანტასტიკურად. აი როგორი ლამაზი გალბატონი ყავს სტუბრად. თავარი. დალი როგორ ახერხებ რომ ასე გამოიყურები? მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ცოტა გენეტიკა და ცოტა თავის მოვლა და ცოტა პლასტიკური ქირურგია. და ცოტა გუგაკუსაკოვი. რატომღაც ცხენიათ ხოლმე რომ თქვა რომ პლასტიკურ ქირურგიას მინდა. რატო როგორ გონია? არ ვიცი, მე საერთოდ გუგა, არის ეს მომენტი. აი ჩემ პროფესიის გამო როგორ უნდა დამალოს რომ რაღაცა გაიკეთა, ან არ გაიკეთა, სახეზე მაწერია ყველაფერი და ყოველდღე ეთერში ვარ. რატო არის კომპლექსი რომ ალავენ? რატო არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ეს კომპლექსი კი ნაკლებია. ვიდრე იყო. ადრე ეს საერთოდ აკრძალული თემა იყო. აბუირებული თემა იყო, კი. ეხლა იმდენად უკვე ისე არ არის, თუმცა არსებობს. მარტო აქ კი არა, სოფლიოში თითქმის ყველა ვარსკვლავი. ძირითადად მაინც მალავენ. ხო, მაინც მალავს. მე ხარ ცხვირს რო გაიკეთებ, მაგას ვერ დამალავ, ის კი არის. ანუ ყველაზე ხშირად რომელი ოპერაციის ამბავს მალავენ? კერდი, მუცელი, საჯდომი. მაგას მალავენ. როგორ უნდა დამალო? გუგა, დეკოლტე ან გაქან არ გაქვს? როგორ უნდა დამალო? აი გეტყვის. ხო. არ ქონდა მკერდი ადამიანს. გაუკეთეთ მკერდი. მკერდი აქვს. ხო. ეხლა დაქალებს ვიღაც, ნუ ეხლა ძალიან ახლო დაქალს შეიძლება უთხრას, მაგრამ ისე არ ეუბნება, ხო? ხვდებიან რაღაც და ამბობს რომ წონაში მოვიმატე. წონაში მოვიმატე იმის რა ქვია. სუესეთი მქონდა? სუესეთი მქონდა, ხო. კიდე ამბობენ რა, ნახარში იმისი რა ქვია კომბოსტო ხო ეს ზუსტად. ნუ გადამრიე. ამას ვიდებ და გამეზარდა. ნუ აი ეს ახლა თეორიულად შესაძლებელია ვინმე დაიჭერა. შეუძლებელია, მაგრამ ეხლა ხვდები რა საბაბ შეიძლება ვიღაცამ კომბოსტოს ნახარში მოამზადოს, კერძზე დაიდოს და დაელოდოს რომ ხო არ დაიჯეროთ, ეგეთი რამე არ ხდება. ნახარში და ძეზე დაწვეს ამ არავით არ შემთხვევაში. აგრიანი და ძუძუელი მინდა. თავზე ამის ნახარში. ახალზე ბენზინი. ხო, კი აღიარებს რომ კერდი გამეზარდა. ხო. აი თქვა ნახარში შეიძლება ამის გაზრდა, მაგრამ პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით, ანუ იმპლანტაციის მეშვეობით, ეს არა როგორ შეიძლება ამის. მივალთ მაგამდეც ალბათ რომ ნახარს აღარ დააბრალებ. დაიბერა ტუჩები, ოღონდ მეგობრებო, ნახდა დაიბერა რა, აი ესე ქონდა და რო თხრი რა კარგად გაქვს თქო და ხო გუდავს დამეწვაო. აი დაახლოებით კომბოსტოს. მაგრამ გესმით რა მალავენ? იმიტომ რომ საერთოდ განსჯის საგანია ყოველთვის ყველა ადამიანი და იძახიან რომ შენ ლამაზი კი არ ხარ ბუნებრივ, შენ ფული გაქვს და გადაიხადეს. გასაგებია და იმიტომ ხარ რამდენი ფული შენზე ლამაზი ვიქნებოდი. ერთი წამით აბა ხო ფული კი არ არის მთავარის ეს არის კულტურა ადამიანის როცა გიყვარს შენი თავი შენი თანხაც საჭიროა იდეაში არა თანხაც საჭიროა მაგრამ ხალხო თუ
თავს მოუვლი და არა გაქვს იმის საშუალება რომ გაიკეთო, ახლა როცა ასაკი მოვა. მე წინააღმდეგი ვარ რადიკალური ჩარევების და რადიკალური შეცვლის. აი რასაც ქვია, აი ადამიანს აქვს ბუნებრივად აი რაღაცნაირი, აი ბერძნული ცხვირი და აი რაღაცნაირი თავისი ლამაზი ტუჩი. ზოგ ყველა ტუჩი კი არ უნდა დაიბერო და ყველა ცხვირი კი არ უნდა მოჭრა. და რაღაცა სტანდარტებს გასო, ყველას უნდა ანჟელინა ჟოლი იყოს. რაღაც დაბერილი ტუჩები და მოკლე ცხვირი. ნუ მე ეს არის რადიკალური ჩარევა, რომ აბსოლუტურად ადამიანები მინახია, რომ არიან სხვები და უცებ სხვანაირები, რომ ვერც მიცნია, რომ ის ადამიანი ის არის. დალი, კითხავ რა, წლების წინ თუ ქონდა რაღაც თქვა მსგავსი იდეა, ან კომპლექსი თუ ქონდა, ასეთი ლამაზი არასოდეს არ მქონია კომპლექსი და არასოდეს არ მეშინოდა ასაკის. იმიტომ რომ ადამიანი საკეთში არა რა, ნუ გეშინია გიხვეწები რა ჩემ გამოსილებას ენდე. თუ შინაგანად შენ სულიერი სამყარო ხარ, ჰარმონიულად შენ თავთან ერთად შენი თავი გიყვარს, ასაკის არასოდეს არ უნდა შემდგო. ყველა ასაკს აქვს თავისი სიმდიდრე. ცვლილებებზე როდიდან დაიწყე? იცი რა, სხვათა შორის, ახლა არც ასაკიც ის პატარა არა ვარ. შეიძლება. იცი რა, რომ მეკითხებიან ხოლმე, რამდენი ვერასოდეს ვერ მალავდი წლოვანებას, რატო? ძალიან კარგი, როგორ უნდა დამალო? არა, რატო? იმიტომ რომ შვილს რომ მეკითხებოდნენ, რამდენი წლის არის და რო იტყოდნენ, რამდენი წლის არის და მე იწყებდნენ უკან თვლას და ვეუბნები, ნუ დაიწყეთ, გეტყვით რამდენი წლისაც ვარ. ასე რომ ვარ გადავცილდი 50. რა მაგარია. რო გადავცილდი. ბრავო, ძალიან მაგარია. რო გადავცილდი 50 წლამდე საერთოდ არაფერი ცვლილება არ მქონდა. აი გუგა არის, აი რამდენი წელია ჩემი. გუგა რამდენი რამის მოწმეა. გუგასთან მანამდე ვიკეთებდი ბოტოქს, ვიკეთებდი ფილერს, რასაც ქვია, იმიტომ რომ ტუჩის დაბერვა კი არ არის აუცილებელი. კუჩის კონტურში ფილერის შეყვანა ოდნავ არ წარმოშობს ესეთ ხაზობრივ წვრილ ნაოჭებს. ხა გუგა დამეთა, უკვე პროფესორი ვარ გუგასთან ურთიერთობით და მე მოხდა ესეთი რაღაცა, რომ მე ხდება ჩვეულებრივი ასაკობრივი ფტოზი, რომელსაც ვერაფერი ვერ შველის. რა არის ასაკობრივი? ეს არის ვერც მეზოთერაპია ვერ შველის, ვერ ძაფები ვერ შველის, ვერაფერი ვერ შველის. ის ძაფები არის ძალიან არა ბუნებრივი ჩემთვის. ყველაზე ბუნებრივი და რა თქმა უნდა, კარგი ქირურგი, რასაც ქვია. მე დღეს, ნუ არ ვიცი, საქართველოში მე ივა კუზანოვზე უკეთესი ქირურგი, რასაც ქვია, ფეისლიფტი არ მეგულება, იმიტომ რომ ჩემ თავზე გამოვცადე. ეს არის სწორი ოპერაცია. რა ოპერაცია გაკეთდა? აი ესეთი ნახევარი იმისი ლიფტინგი, აწევა, კანის აწევა, რასაც ქვია, ეს რასაც ფტოზი რომ მოხდა და ოვალი რომ დაირღვა, უკვე შეიცვალა. არ გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ, ობიექტურად, ბუნებრივად ძალიან. მეშინო და ამ ცვლილების. რომ არ გამოსულიყო. მინახია ისეთი ოპერაციები, რომ აი ხო გეუბნები, აი იცი როგორი ოპერაციები მინახია, სახერაგ აი ესეთი თვალები სადღაც აი აქა და ნუ ისე დაჭრულებელია რომ საერთოდ ვერ ცნობენ ერთმანეთს. ხო და ნუ აი ამ ცნობებს რომ ძალიან მეშინო და აი რატომღაც ივას ვენდე. და რა იცი პირობით, სიგარეტს თავს თუ დაანებებ, ხო? ხო, რატო სიგარეტი ხელს უშლის ამას? სიგარეტი საერთოდ არის ქალის დაბერების პირველი ეტაპი. ამიტომ დავანებოთ გოგოებო თავის სიგარეტს, მე აღარ ვეცემ უკვე 6 წელი. რომ იცი რა არის ახლა სანამ ახალგაზრდა ხარ შეგიძლია ყველაფრის უფლება მისცე შენ თავს, რასაც ქვია. და დაანებე თავი მართლა. კი, მართლა წელიწად ნახევარი უკვე აღარ ვეწევი. მაგარია. და ძალიან კაი ყოფილა უსიგარეტო ცხოვრება, ხახო დაანებეთ სიგარეტი თუ მეწევით, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია რომ იმდენად მიყვარდა რაღაცა ეს სიგარეტის რიტუალი, ყავა, დილას, სიგარეტი რაღაცა, რომ ნუ ვერ წარმომიდგენ, მაგრამ თურმე სილამაზე უფრო მინდოდა. ოპერაცია გუგა ეს და გარდაუვალი ოპერაცია, ანუ თუ გინდა რომ იყო ლამაზი რაღაც ასაკში ეს უნდა გაიკეთო? იცი როგორ არის, აი ხო ამბობენ, არ გავიკეთებ ოპერაციას, გავიკეთებ სხვა პროცედურებს. ძალიან კარგია ყველაფერი, იგივე ფილერები, იგივე ბოტოქსი, იგივე მეზოთერაპია. ეს შეგინახავს. ყველაფერი არის კარგი. ამამდე ნამდვილად შეგინახავს. კი, მაგრამ მოდის ის დრო
და ასაკი როცა სმასი და მთლიანად სახის სკანი არის უკვე იმდენად შეცვლილი და დაწეული სამწუხაროდ დედამიწაზე ყველაფერი დაბლა მიდის. მიზიდულობის ძალა. ზემოთ. ანუ გარდაუვალია ყველა ვარიანტში რა გჭირდება. გარდა იმის გამოსწორება შეუძლებელია. ეს მარტო აქ ხო არის თელსოფლიოში არის დოგმა უკვე, ხო? ანუ face lift-ი. ხო. ცირკულარული ან ქვედა ან ზედა ან ანუ სახის სკანის აწევა. სახის სკანის აწევა. ეს ოპერაცია არსებობს საკმაოდ დიდი ხანია. და რთული ოპერაციაა. ითვლება საკმაოდ რთული ოპერაცია. რთულია, იმიტომ რომ მომიყევით რა. ხო, თითქმის 5 საათი მიდიოდა ოპერაცია და ნუ გასალაპარაკო მე გამოსვლა ნარკოზიდან. ნუ ყველაფერი ძალიან რეაბილიტაცია დალა. ერთი თვე. ერთი თვე, მაგრამ სახლში ხარ და გარეთ არ გადიხარ, ანუ გარეთ ნულად როგორ გამოიყურები ამ დროს? არა, ხოთაშორის იცი რა, ისეთი ის მქონდა. საერთოდ არ დავსივდი. გავიდა გარეთ, მეგონი რა. საერთოდ არ დავსივდი. აი, ამასაც ეს არის, სიგარეტს ვარ წეს, სიზარღვები გაქვს კარგი ფორმაში და არ ხდება კანის ნეკროზი, არ ხდება ბევრი სისჩაქცევა. რა ბუნებრივად ხო, ოღონდ აი ვერაფრით ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი რომ რამე ჩარევა. ხო, აი ეს არის ყველაზე კარგი ქირურგია, საერთოდ პლასტიკური ქირურგია ითვლება ის, რომ არ უნდა გეტყობოდეს ოპერაცია გეკითხა, გითხრა, ვაიმე რა კარგად გამოიყურები. всё, აი ეს არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი. პირველი განცდა რა იყო სარკეში რომ ჩაიხედე და მივხვდი რომ კი აი ეს ის არის. 20 წლის წინანდელ დალიოს გევარ ისე. ხო, 20 წლის არა, მაგრამ 10-15 წლის ნამდვილად, იმიტომ რომ რაც ვარია, გასწორდა ოვალი, აიწია კისერის რაღაცა ნაწილი და ნუ არ ვიცი, ივას ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდი და ახლაც ვუხდი ივა ძალიან დიდი მადლობა. ხო, ივას რა ვუთხარ, ვიმეორებ ამას, იმიტომ რომ ანეკდოტივით ამაკ, რომ ორ კაც ვეუბნები, მეთქი ივას ვეუბნები, დავაძების დღეს ულოცავ, რომ 200 წელი იცოცხლე თქო, რომ დავინახავ და ვისო და მეთქი კარლ ლაგერფელდს და შენ მეთქი, იმიტომ რომ შენ ახლა გაბარია, მე ვთხარი ჩემი სილამაზე და ჩემი დარჩენილი ახალგაზრდობა თქო. ნუ შენი ცოცხლე 200 წელი რომ დავინახავ ან ერთ რა. ხშირად იკეთებენ ქართველი ქალები ასეთ ოპერაციას? საკმაოდ. იმიტომ რომ რეალურად შედეგი არის საკმაოდ კარგი. შედეგს კი ხედავთ, მაგრამ საერთოდ ჯამში კარგი შედეგია. და ეს არ ითვლება ფუფუნებად პრინციპში. ნუ ხო არის აი თქვა მე ეტუჩი დავიბერი იმასკენ იმას. ეს არის ბრძოლა გარკვეული ბრძოლა სიბერესთან. რამდენად ძვირადღირებული სიამოვნებაა ეს? გააჩნია რა შეეხება ამერიკას და ევროპას რო შევადაროთ? ანუ ეს საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალისთვის ეს რამდენად ხელმისაწვდომია? ხელმისაწვდომია ყველა ოპერაცია, მე მაგალითად კრედიტები თქმა რაღაცა ოპერაციები გაკეთებ. უნიკალური გოგო ხარ. მართლა შეგიძლია ვიც მუშაობს? ვიც მუშაობს? ანუ საჯრომი კრედიტი შეშლილი. წინა წელს მივედი. ოპერაცია მინდა. დედასკეპიცები მოყვები რა. რისი. გადაიხადო გეტყვი, რისი ოპერაცია გინდა სამოხმარებო და რა უნდა რისთვის გჭირდება და ნუ ეხა მეზარებოდა ეხა მაცივარი ვიყი და კერდი უნდა გამოშტერდა ტიპი და 2 საათში მე ყავს დაგიმტკიცოთ. წელს მივდივარ. ანუ ჩადებული რა გაქვს? ანუ არაფერი ხელფასის არ ღირს ისეთი თახა რომ შენ იცი მე რა მაქვს ხელფასი მარაოს. აი მაგ ხელფასით მომწეს და 1 წლის თავზე მივედი კიდე პლასტიკური ხვის და რა ოპერაციაა და უარესი თქო მე უთხარი და ფიქრობდა რა იყო უარესი ხო და ეგეს დამემტკიცა ეგრევე არა იფარება რა რო ჩამოვყალიბდეთ კერდის კრედიტი გასტუმრებული გაქვს ეხლა იხდი საჯდომის კრედიტს ნუ აი ცოტაღა აკლდა და დავამატე კიდე შევავსე არ არის ძალიან დიდი ფუფუნება ალბათ დამემტკიცა კაი ბატონო შენს კრედიტით გაქვს გაკეთებული ნუ აი გაგიმართლა ეს არის ასეც ხო მაია იცი რა ვთქვათ რომ იმ ქალბატონებს მივმართა ვისაც არ აქვს ამის საშუალება და მაგრამ აი თუ სწორად უვლი თავს იკვებები და ვარჯიშობ ლამაზად დაბერდები უბრალოდ მეტი არაფერი უბრალოდ სიტყვა სიბერე უკვე მაშინებს გააკეს განცდადათო აბსოლუტურად არანაირი არა არც მე არა მაქვს ამის განცდა იმიტომ რომ მე რა კაც ყველა დავბერდები ზე ყველას მოგვემატება ასაკი და ყველა მე ეხლა რა გიყურებს ზეგისმე ცოტა იმედი მომეცემ იმიტომ რომ ვფიქრობ ხოლმე ეხლა ვარ 39-ის რომ 10 წლის მერე ვიქნები 49-ის აი რა უნდა ვაკეთო რა ნაოჭი გუგას დამსახურებით არ მექნება მაგრამ მე მე 39 წლის ვარ პატარა ბიჭი აღარ ვარ ხო მაგრამ სიმართლე რო გითხრა იმის განცდა რომ რაღაც მეშინოდეს რომ ასაკი მოდის
კაცები არ ფიქრობთ ხოლმე ამაზე, რომ აი თქვა თმა გამიჭაღარავდა, ნაოჭები გამიჭდა. არა, ფანტასტიკურად გამოიყურებით ნებისმიერ ასაკში ბატონო. არა, ოღონდ მართლა შესანიშნავად გამოიყურები ნებისმიერ ასაკში. ეს არის ხა ფაქტი. არა, იმდენად მაგრამ თმები შეღება ისწავლო, რა მოხდა მე. არა, მე მომწონს ჭაღარა კაცები. იცი რა, ამ შემთხვევაში იმდენად მე ძალიან თეთრდები რაღაცა თეთრთმიანი ხარ მე ჩვეული. და სანტა-კლაუსებს გავსები. მართალია ხო, მე დათოს უხდება. ხო, ლაგერფილდი. ეს ერთია ლაგერფილდი. იცი რა, მე აი ესეთი განწყობა მაქვს ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავისთვის. იმდენად ჯანსაღად და ხალისიანად აქტიურად ცხოვრობ, რომ საკუთარი სიკვდილი ლოგინში არ წარმომიდგენია და ანუ გეტყვი რომ ჯომარდობის დროს მოხდები მაინც საერთოდ ხო და ახლობით მასე და ახლოთ კიდე 50 წელს ვაკეთებ საკუთარ თავს რომ ესე აქტიურად ვიმოძრავე და ბოლოს ვიკინგივით ჩავჯდები დავში და რომელიმე აბობოქრებულ დინარეში გავუყო. მაგარი სიკვდილია, მომეწონა. ვათა შორის კი. მომეწონა წამიყვანე. მეორე სალიკო გააკეგ მომენტი რომ აი ნაოჭები გამიჩნდა ასაკი მოდის ცოტა ხანში ჭაღარები მექნება მე ვუძნო აი თქვა აი ეგ ლიპოსაქცია თუ რაღაცა რო კეთდება და ცოტა ღიპი შეგაწუხებს რაღაცა და იმასაც რომ ვივარჯიშო ანუ დავიგდებ და აი ამ მაგასაც უნდა რომ ესა რა ვქვია მაგ ზომამდე მიხვიდე რომ ესე იგი ერთი ბოთლით ნაკლები რო დალიე ერთი ბოთლით ნაკლები რო დავლიო ესე იგი ისიც მიშველის უკვე რომ აი რომ ერთ ვიკენდზე თუ ერთი ბოთლით ნაკლები დავლიე მე ერთი კვირა იწაღიან და რა კარგად გამოიყურე ანუ ეს სარკეში არ იყურები და ვაიმე რამდენი ნაოჭი გაჩნდა და აი არა ხო გეუბნები ნინას გადამკიდე მეც ძალით დავიწყე ძებნა რომ იქნებ მეც მაგრა მე და რამე გავიკეთო ესეთი დასპექტული ხარ მართლა ნაოჭები საიდან გაგიჩნდება ჩემი დასკვნა ეს არის ალიკოს მიმართებაში რამდენი ხანი ინახება ეს თუ კარგად მოუვლი მინიმუმ 10-15 წელიწადი თუ კარგად მოუვლი არ მოწევ სიგარეს ზაგარს არ მიიღებ აი ასე არ და ჩემს მე 2 წელიწადში ერთხელ მომიწევს მაგის გაკეთება და მე ისე უნდა გაიკეთო 2 წელიწადში ერთხელ მე ნამდვილად არ გავიკეთებ იმიტომ კი არ გამიკეთებია რომ რაღაცა მინდა რომ განსაკუთრებული უბრალოდ რაღაცა იმდენად მიყვარს სიცოცხლე და იმდენად მიხარია და იმდენად ბედნიერი ვარ და იმდენად მიყვარს რომ იტყვია life is beautiful რასაც და მაგარია რომ მინდა რომ ცოტა ხანი კიდე ახალგაზრდა დენანება როგორც გამოიყურებოდი ისე რომ მაგარ გამოზუსტად მაგიტომ ვიკეთებ ხოლმე მე ჩემის საკუთარი ჯეტეთ პატარა თვითმფრინავით მოვფრინა ეხა ისეთ სკანდალური განცხადება გააკეთეთ დაიდი და სასქესო ორგანო თვალები მაქვს აი აქ ძალითვალი მოჭოტული წუჭი იქით გაქცეული მაიცა გაკეთებულია დიდი ხანია ასეთ რაღაცა პროფილში არ მომისმენია და ცოტა შოქში ჩავარდი რომლებიც ახლა გვიყურებენ. იცი რა არის? არ ვარ წინააღმდეგი პლასტიკური ქირურგიის, მაგრამ ბერნარდ შოუს დავესესხები და ვიტყვი რომ ლამაზი ვაზა, იდეალური, რომელიც 2 დღეზე მეტი უბრალოდ დევს სახლში, აღარ არის ისეთი ლამაზი. მეგობრებო, განვავითაროთ შინაგანი სილამაზე, ინტელექტი და სხვა რაღაცები, რომ შეიძლება ლამაზი დაჯდეს და უყურებ და ვერაფერი და მე ცოტათი გრძელცხვირა, ცოტათი მსუქანი, ისე გამოძრავდება, ის რაღაცას გეტყვის რომ ლამაზდება შენს თვალში. რა მაგარია, ძალიან მაგარია, დათო. ბრავო ნუკი. შენ თაყვანისმე ქალებს რას ეტყოდი? ბუნებრივია, ნუ შეეშინდებათ რაღაცა ცვლილებების, მაგრამ ყოველთვის დაფიქრდნენ რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ის შინაგანი სილამაზე, რომელიც ადამიანს გააჩნია, მაგრამ არჩიეთ ძალიან ხარისხიანი პროფესიონალი ქირურგები თუ გადაწყვეტავთ რომ აი ეს ოპერაცია გააკეთოთ, იმიტომ რომ ეს მართლა გარკვეული რისკია, მაგრამ დამიჯერეთ რომ მამაკაცებს უყვართ სილამაზე და გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ მამაკაცები აგვაღელოთ. აი რა კარგია ეს რა თქვი, იმიტომ რომ როგორც წესი კაცებს გიყვართ ხოლმე შინაგან სილამაზე საუბარი, მაგრამ საქმეზე და მაინც გარეგნულ სილამაზეს ანიჭებთ უპირატესობას. ამიტომ ორივე ერთად ჯობია. ძალიან ხშირად სხვათა შორის ახლა მამაკაცებს რაღაცებს გვაბრალებთ ზედმეტობებს რა და გეტყვით რომ ძალიან ხშირად როდესაც გვითქვამს რა
ყოფილა მანდილოსნების საზოგადოებაში მithkoms რაღაც რომელად სახილს რა მე რა ამაზე მაიცა გაკეთებულიაო რა ხო აი ქალები გაცილებით მეტად აქცევენ ყურადღებას ამ გაკეთებულობას ეგრეთ წოდებულ მამაკაცებს ეს შურის მომენტია ეს მომენტი არის მაგრამ ნუ გეშინიათ რა მიმართეთ უბრალოდ კარგ ქირურგებს და აგვაღელვეთ და გვანერვიულეთ ხოლმე აუცილებლად აგაღელვებ სალიკო კარგი რა ვიცი ხო იგივეს ვეთანხმები რომ ნათქვამი რაც არის ვისაც ჭირდება არ უნდა ხანახან რაღაცა ესეთი რომ თუმცა მოაწონს თავისთავად ადამიანს ეს წუჩები და რაღაც ჯოჯო გარიზეთი და ამაში ესე იგი რა ყიეზია და რა შეიძლება მეტი გაიკეთო ეგეც არ შეიძლება ნუ ეს რაღაცა იმას ჯობირებს არ კონდეს ესე იგი და რაღაცა ისე იყო რა რაღაცა ისე რომ ყველაფერი ესე იგი თავის ზომაზე წონაზე აი თალიმ როგორ ჩამოაყალიბა ამას აკამდე იმას აკამდე რაღაცა და ესე რა ყიაფია და არ შეუდგა და ისე და აკეთლოყა აკამოსული ეცალფალი მოჭოტული ტუში იქით გაქცეული უკვე აღარ არის კაი გიგლო რა თქმა უნდა აქ ბევრი ისაუბრეთ და მოულილ ქალს არაფერი არ ჯობია თუმცა რაღაცა ასაკის შემდეგ იმ ნაოჭსაც ჭაღარასაც და ასე შემდეგ თავისი ხიბლი აქვს მე მაინც ასე ვფიქრობ ახლა მე რო ჭაღარა და ნაოჭიანი ვიყავ გარკვეული ასაკის შემდეგ მაიკო 70-ის და 80-ის რო გახდები ჭაღარაც უნდა გქონდეს და ცოტა ნაოჭი 80-ის შემდეგ 39 წელს რა თქმა უნდა მე თქვენ მიყარხართ როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 90 წლის ასაკში კარგი 80 წლის ასაკში მე მინდა მოგიყვები როგორი სიკვდილი მინდა აბა მონაკოდან ჩემი აგარაკიდან ჩემს მეგობრებს შეიძლება არა მარტო მოფრინო იმიტომ რომ ეს სიკვდილზე არის რა ქვია მაგას ვფიქრობ აღარ მოუნდა ეხა ჩვენი ჩემი აგარაკიდან ჩემი საკუთარი ჯეტეთ პატარა თვითონავით მოფრინავ ნუ იქ რაღაცებებს გამოიყურები ამ დროს აი დალის ხო დაჭირდება 15 წელიწადში მე ალბათ 2 წელიწადში ერთხელ დამჭირდება აჭო ბოლოს ალბათ თვალები მაქვს აი აქ ხელები ნაოჭები ძალიან ნუ როლექსი რაღაც პატარა ძაღლი ალბათ ბევრი ნაოჭები ბენზინის ჩასხმა დაგვავიწყდა და წავიდა. კაი. ასეთი სიკვდილი გინდა. კი, კარგი. ბევრი პლასტიკური ოპერაციით. და ბანახის ადამი მართლებს იქ მიპოვიო და გორში დამასაფლავებდა. ეს ადამიანი. აი ეს არ მომწონს. ძალიან მაგარი. შენი თავი როგორ წარმოგიდგენია იმას აქში? ეს სიმბერის ზოგადად, მაგრამ პლასტიკური ქირურგია იმდენად ვითარდება, ალბათ 10 წელიწადში რაღაც ტაბლეტს დავლევთ და გავლამაზებით და არ დაგჭირდება. უკვე კაი რამე იქნება. შინაგანად არ ხარ ბედნიერი და არ ასხივებ და არ ხარ შენი ინტელექტი, შენი სულიერი მდგომარეობა, ნუ არ არსებობს ის ქალი, რაც არ უნდა გაიკეთოს ოპერაციები, არ არის ლამაზი არ იქნება. ხო, იმდენად ქალბატონებზე გავამახვილეთ ყურადღება და ქალების კომპლექსებზე, მკერდის გადიდებაზე, საჭმელზე და ასე შემდეგ, მამაკაცებსაც აქვს პრობლემები და უნდა ამაზე შევიკრიბოთ შემდეგ და შემდეგ პროფილში ვისაუბროთ და იქაც დაბატიჟებული ხარ მაშინ. ჩავსავ. ჩემ ყოფილ ბოიფრენდს ჰქონდა კომპლექსი მამაკაცურ ღირსებებზე და ჩემი თხოვნით წავიდა და გაიკეთა საქართველოში პლასტიკური ოპერაცია და გაიდიდა სასქესო ორგანო. ესეთი ოპერაციებიც კეთდება და ბევრ კაცს აქვს ესეთი კომპლექსი და შეუძლიათ ძალიან თავისუფლად მივიდნენ და გაიკეთონ. ოჩახში ჩემს გამო პულზე არ ჩადის არა. ეს რაღაცა იყო და წყალს არ მომიტანს არა. ოჩახში პრობლემები და რაღაცა კომპლექსები და ეს ყოფილ ბოიფრენდს ეხება? კი. და ახლა მოქმედი ბოიფრენდი ყავს? არ აქვს გავსი პრობლემები. შეყარებული ხარ? კი. ის რა მე არ მახსენდება პროფილი როცა ამ კითხვაზე შენ დადებითად არ გეპასუხოს და რაღაცა დიდი გული გაქვს კესო მე მგონი და სულ შეყარებული ხარ ხო ასეა? ნუ რავი მე ვერ ვწლობ სიყვარულის გარეშე და სულ შეყარებული. კაი ბიჭი ხოა? შენ ხო ხარ ბედნიერი? კი ძალიან. ხოდა წარმატება მინდა ის რო ეხა ისეთ სკანდალური განცხადება გააკეთე დიდი ხანი ასეთ რაღაცა პროფილში არ მომისვენია და ცოტა შაქში ჩავარდი ხო? იმდენად ქალბატონებზე გავაკეთეთ აქცენტი, რომ მამაკაცებსაც აქვს მსგავსი. კაი, ჩემო ბატონო. გუგა, დასვი ახლა ბეჭედი. პლასტიკური ქირურგია, ესთეტიკური ქირურგია საკმაოდ სერიოზული დარგია. ხო. ეს არ არის მარტო დაიბერე ტუჩი, გაიკეთე პატარა ცხვირი ან რაღაც. ეს არის ადამიანის ფსიქიკასთან გაქვს საქმე, პირველ რიგში. ხო. ამიტომ მე მინდა ყველას უსურვო ერთი რამ, რომ ჯერ ერთი ადამიანი ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, ჯერ რომ შეიცვალოს რამე და ქირურგიც უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მინიმუმ 9 საათი დაუჯდება და დაელაპარაკება ადამიანს და აუხსნის თუ ჭირდება, რატო ჭირდება და თუ არ ჭირდება, უნდა დაარწმუნოს ეს პაციენტი იმაში, რომ ეს ნამდვილად შენ არ გჭირდება.
იმიტომ რომ იმის გადაკეთება არის ძალიან რთული. ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი და ეს თუ მოხდება, ჩათვალე რომ ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება დეპრესიაში ხო ჩავარდება, შეიძლება ვერ აღიქვამს. ეს ერთი, მეორე ის რომ სანამ რაღაცას გაიკეთებენ და სადმე გაიკეთებენ ესე ვთქვათ. ხო. უნდა მიმართონ პროფესიონალს. მე ჩემ თავზე არ ვამბობ, ჩემს გარდა არის საკმაოდ საქართველოში საერთოდ განვითარებულია დარგი. ძალიან სწორედ ვითარდებით პლასტიკური ქირურგიაში, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს და საკმაოდ კაი დონეზე დგას ჩვენი დარგი. მაგრამ რაღაცის გაკეთება იმ დაწესებულებებში, სადაც არ შეიძლება ამის გაკეთება, არ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ეხლა საქართველოში. მე არ ვიტყვი სად კეთდება და რა კეთდება, მაგრამ საკმაოდ ბევრი დაწესებულებაში გაკეთება. იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება. არ შეიძლება კი არა, ეს არის დანაშაულება, უბრალოდ. აი, მინდა მიმართო ყველა ახალგაზრდას, არც ისე ახალგაზრდას, რომ დაფიქრდნენ ჯერ და მე გადადგან ეს ნაბიჯი. მოკლედ, მოდით გოგოებო უბრალოდ ვიყოთ ლამაზები. უჩვენოთ.